გამარჯობა მეგობრებო. ახალი ქართული ამბების დრო მოვიდა. მე ლაშა გურგენიძე ვარ და აქ სწორედ ამ ახალი ამბების მოსათხრობად ვარ. გამოიწერეთ ჩვენი არხი. სულ ცოტა გვჭება 10,000 გამომწერამდე. მალე ავიდეთ და სწორედ 10,000 გამომწერზე იქნება გათამაშება ძალიან კარგი წიგნები, მოვიმარაგე და სპეციალურად თქვენთვის გავათამაშებ არაერთ მათგანს. დავიწყოთ. ვაჟა-ფშაველა ტარიელის როლში. ერთხელ ახალგაზრდობაში ვაჟა-ფშაველამ ფშავში თავის ტოლებს, თავის მეგობრებს ვეფხისტყაოსანი წაუკითხა. მისი თანატოლებისგან განსხვავებით ვაჟამ წერა-კითხვა კარგად იცოდა. წერა რომ იცოდა, ნეტა ისეთი წერა იცოდეს ვინმე. ამ სიტყვებზე ნუ გამომეკიდებით, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ მაშინ წერა-კითხვის ცოდნა საქართველოში საკმაოდ იშვიათი იყო, მით უფრო მთაში. ხო და ყმაწვილმა ვაჟა-ფშაველამ უფრო სწორად ახალგაზრდა ლუკამ თავისი თანატოლები შემოიკრიბა და ვეფხისტყაოსანი წაუკითხა. ფშაველი ბავშვები დიდი აღფრთოვანებით უსმენდნენ ნებისმიერ მოთხრობას, რასაც ლუკა რაზიკაშვილი წაუკითხავდა. ხო და წარმოიდგინეთ, რა ემოციებში იქნებოდნენ ამ ხელა შედევრის ვეფხისტყაოსნის მოსმენისას. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, საოცარი მეგობრობის, სიყვარულის, ვაჟკაცობის შესახებ სტროფების მოსმენის დროს. ამიტომ პოემის დასრულების შემდეგ ერთი სული ჰქონდათ თვითონაც მიებაძათ ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებისთვის და თვითონაც გამختარიყვნენ გმირები. ვაჟა-ფშაველამაც თანატოლებს გული არ დასწყვიტა და ვეფხისტყაოსნის თამაშობანი მოიფიქრა. ერთ-ერთი მთავარი თამაში, რა თქმა უნდა, იყო ქაჯეთის ციხის აღება. ბავშვები დაფაცურდნენ, დაბზრიალდნენ, ხეებისგან გამოთალეს ხმლები, მოიმარჯვეს ფარები, დაიხურეს მუზარადები და დაიწყეს თათბირი ქაჯეთის ციხის ასაღებად. ტარიელი მე ვიქნებიო, კაცრად გამოაცხადა ლუკა. ვინ რას ეტყოდა, ათანხმდნენ. ბოლო-ბოლო მისი წყალობით შეიტყვეს ვეფხისტყაოსნის შესახებ. დანარჩენებმა სხვადასხვა როლები შეითავსეს და დაიწყეს დაგეგმვა. როგორ უნდა დაეხსნათ ნესტან დარეჯანი. თვითონ ქაჯეთის ციხის როლი სულა და კურდღელას ციხეებმა შეითავსეს. ბავშვები საოცარი ყიჟინით გაეშურნენ ციხის ასაღებად. მიადგნენ ციხეს და შეცვივდნენ მის ნანგრევებში ჟივილ-ხივილით. დიახ, მეგობრებო, მათ ციხე წარმატებით დაიპყრეს. ტარიელმა ვაჟა-ფშაველამ კი სატრფო ნესტან დარეჯანი გადაარჩინა. მის როლს ვინ ასრულებდა? სამწუხაროდ არ ვიცით. ალექსანდრე ყაზბეგის მაიმუნი. ალექსანდრე ყაზბეგს, როდესაც გაჭირვების ჟამი დაუდგა, ერთ დროს მდიდარი ოჯახის შვილმა ძვირფასი საოჯახო ნივთების გაყიდვა დაიწყო. ჯერ საგვარეულო ძვირფასი სახარება მიყიდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. შემდეგ კი დედის ძვირფასი შალიც გაყიდა. აღებული ფულით კი ბათუმში წავიდა. აკაკი წერეთელი იხსენებდა, რომ ბათუმში ალექსანდრემ მთელი ფული გაფლანგა. უკან დაბრუნებულმა კი თან ერთი ჟაკო მაიმუნი ჩამოიყვანა მხარზე შემოსკუპებული. ცოტა უცნაურად კი გამოიყურებოდა ეს მოხევე კაცი მხარზე მაიმუნით, თუმცა როგორც ამბობენ, ისე უყვარდა, როგორც ადამიანს საკუთარი შვილები უყვარს. ერთხელ ეს მაიმუნი დაიკარგა. უნდა გენახათ ალექსანდრე ყაზბეგის გლოვა და საწოდაობა. მთლიანად გაუბედურდა კაცი. ხან იქით ეძებდა, ხან აქეთ. რა თქმა უნდა, სხვებიც ეხმარებოდნენ საყვარელი მაიმუნის ძებნაში, თუმცა ვერას გახდნენ. იმ დროს გაზეთ დროების რედაქციის მეორე სართულზე სასტუმრო ყოფილა. ერთხელ ერთ-ერთ ოთახში ცხოვრები კაცი გვიან დაბრუნდა თავის ოთახში. ისედაც გვიანი ხომ იყო და თან კაი ნაქეი ფარს ნამეტანი ეძინებოდა, ამიტომ პირდაპირ საწოლში ჩაწოლილა. უცებ სიბნელეში ფეხზე ხელი მოუსვა ვიღაცამ. ესეც უცებ წამომჯდარა ლოგინზე. ასანთი ვერ იპოვა, რომ ოთახი გაენათებინა. საწოლის ქვემოდან ჩუსტი უნდა ამოეღო, ან ჩუსტი რას უშველი და მაგრამ მაინც. ხო და ამ დროს საწოლის ქვემოდან ხელი ჩამოართვა ვიღაცამ. ეს კაცი გაგიჟებულად წამომხტარა ტიტვლიკანა, ფორთხვა-ფორთხვით მივიდა მაგიდასთან, აიღო ხანჯალი და დაიწყო ყვირილი, გამოდი მანდედან თუ ვაჟკაცი ხარ, ნუ მემალებიო. ბევრი უყვირა, ხან ქართულად, ხან რუსულად, მაგრამ რას გააგებინებდა? ის ხომ ალექსანდრე ყაზბეგის მაიმუნი გახდათ. პატრონს რო გამოეპარა, თურმე აქ აიპარა და იქ დაიმალა. წარმოიდგინეთ ალექსანდრეს სიხარული, როცა თავისი დაკარგული მაიმუნი იპოვა. ამ ამბავს კი ისეთივე სევდიანი დასასრული აქვს, როგორც დასაწყისი ჰქონდა. ისეთ გაჭირვებაში ჩავარდა ალექსანდრე ყაზბეგი, რომ ბოლოს ეს მაიმუნიც ათმანეთად გაუყიდია. ვინც კომენტარებში დამიწერთ, საიდან იგონებ ასეთ ამბებსო, მინდა გითხრათ, რომ არ ვიგონებ. აკაკი წერეთლის მოგონებაა, რომელიც გამომცემლობა არტანუჯმა გამოსცა. ალექსანდრე ყაზბეგის 100 ამბავი, გვერდი 127. შეგიძლიათ ნახოთ. შარდენის შეხვედრა ბრმა მეფესთან.
1673 წლის 12 იანვარს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი შეხვდა იმერეთის მეფე ბაგრატს. ბაგრატს საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა დედინაცვლის, დარეჯან დედოფლის ბრძანებით დააბრმავეს და დროებით ტახტიდან გადააყენეს. სწორედ ამ დროს შეხვდა ის ჟან შარდენს და თავისი წუხილი გაუზიარა. რა ვქნა, ერთი საბრალო ბრმავა. ყველაფერს მაკეთებინებენ, რაც კი სურთ. ვერ ვბედავ ვინმე სვაწყენინო იმის შიშით, რომ წუთი სოფოს არ გამომასალო. საბრალო მეფე ახალგაზრდაა და საკმაოდ კარგი აღნაგობა აქვს, წერდა შარდენი. სახის ზედა ნაწილი მუდამ თავსაფრით აქვს შეხვეული, რომლითაც თვალების ფოსოებიდან გამონადენი სითხე შეიწოვება და რომელიც იმ საზარელ ჭრილობებს მნახველის თვალთაგან ფარავს. იგი დიდად გონებამახვილია, უყვარს ხუმრობა და ოხუნჯობა. ერთხელ კათოლიკე მისიონერს პატრ იუსტინეს უთხრა: "გინდა თუ არა შენ აქ უნდა დაქორწინდეო." პატრმა უპასუხა: "ამის უფლება არ მაქვს. იმერეთის ეპისკოპოსებისა და ბერების მსგავსად ფიცი მაქვს დადებული, რომლითაც ქორწინება იკრძალებაო." მეფემ კი გადაიხარხარა და უთხრა: "ჩვენს ბერებს თითოეულს 9 ცოლი ყავს. თუ არ ჩავთვლით მეზობლის ცოლებსო." აი ასეთი ამბავი შემოგვინახა ფრანგმა მოგზაურმა ჟან შარდენმა. რაზე უფროა თქვენ გადაწყვიტეთ? ბოროტ დედინაცვალზე, საწყალ მეფეზე თუ შუა საუკუნეების საქართველოს სასულიერო პირებზე? პირველი მიტინგი 1988 წლის გაზაფხული იდგა. ყველა მოუთმენლად ელოდა 26 მაისს. თითქმის 65 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად უნდა გამართულიყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიწვნილი მიტინგი. ამ მიტინგზე უნდა აფრიალებულიყო ეროვნული დროშა. მიტინგი სად დაიგეგმებოდა, აბა? დაიგეგმა მერაბ კოსტავას ეზოში. რა თქმა უნდა, ძალოვანებში უმალ გავრცელდა ინფორმაცია და ოფიციალური მუქარაც მოვიდა. თუ შეიკრიბებით, აუცილებლად დაგარბევთო. დადგა 26 მაისიც. დაახლოებით შუა დღისას მერაბის ეზოში შეიკრიბა 100-მდე მამაცი ადამიანი. ძირითადად იყვნენ ჰელსინკის ილია ჭავჭავაძის საზოგადოება მეოთხე დასის და ეროვნული სამართლიანობის კავშირის წევრები. მათ ჰქონდათ ერთადერთი დროშა. ისიც რა თქმა უნდა ხელით შეკერილი. სად იყო მაშინ ასე სერიული წარმოების დროშები? ვინ გაბედავდა მაგას? მიტინგი მერაბმა გახსნა. ხელში დროშა ეჭირა და საუბრობდა ამ დღის მნიშვნელობაზე. რამდენიმე წუთში ეზოს შემოსასვლელთან განლაგდა ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებული ომონის რაზმი. ხოლო ეზოში მილიციის ოფიცერთა თანხლებით შემოაბიჯა გენერალმა შადურმა. გენერალი ყოველგვარი ცერემონიების გარეშე მიიახლა მერაბს და უთხრა: "არ გცხვენია? ამ ხნის კაცი ახალგაზრდობას ტვინს რომ ურევ? ახლავე მომეცი დროშა." თან დროშას წაატანა, მაგრამ მერაბმა მაღლა აწია დროშა და მკაფიოდ შესძახა: "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს." ამასობაში მშვიდობიანი მომიტინგეები მიწაზე დასხდნენ და ერთმანეთს ქამრებში წაავლეს ხელი. ზოგი კი ერთმანეთს ჩაებღაუჭა. ასე შეჯგუფებული ხალხი თითქოს ერთიან მასად გადაიქცა და მისი დაშლა ძალიან გართულდა. შადური კვლავ ცდილობდა დაუფლებოდა დროშას. მერაბს რისხვა აღებეჭდა სახეზე. მას წყინდა, რომ ტომით ქართველი გენერალი, თუნდაც საბჭოთა მილიციის ფორმაში გამოწყობილი, ვერაცნობიერებდა ეროვნული დროშის მნიშვნელობას და მისი შეურაცხყოფა განეზრახა. "მომეცი დროშა." გენერალი ცდილობდა მერაბი მოედრიკა და დროშა წაერთმია, მაგრამ მერაბს საკმაოდ მაღლა ეჭირა ის და კლდესავით ურყევად იდგა. "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს" მეთქი. კიდევ უფრო ხმამაღლა დაიძახა მერაბმა. გენერალი სიბრაზისგან გამწარდა. ძალები გამოიყვანეთ, გადაუვარეთ გასცა ბრძანება." ეზოში ომონის რაზმი შემოიჭრა. მიტინგი დაშალეს. ხალხიც დაიფანტა. თუმცა საღამოს ისევ შეიკრიბნენ, ოღონ ამჯერად რესტორან ბერიკებში და სათანადოდ აღნიშნეს დღევანდელი მნიშვნელოვანი მიტინგის ჩატარება. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი იყვნენ? ხო ჩაატარეს აქცია, ხო აღნიშნეს. აბა რა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ამბები, მე კიდევ უფრო საინტერესო ამბებით მალე დაგიბრუნდებით. იქამდე კი გამოიწერეთ არხი, ხომ გახსოვთ 10,000 გამომწერზე ძალიან კარგი საჩუქრები მოგიმზადეთ. დროებით.